დაღლულმა ქრისტემა ჭეშმარიტ ღმერთმა ჩვენმა მეუხვებით აღლადუხსენისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადს ქართულისა მარიამისაცა მეუხვებთა წმინდისა ღირსა მამის ჩვენსა სვიმონ მესვეტესითა მეუხვებთა წმინდისა მართლთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ ანასითა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნე ჩვენთან სახიერად ზაკას მოყარე ამინ სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ამი ჩვენთან არ ღმერთს ეს არის საეკლესიო დღესასწაული საეკლესიო ახალი წელი ინდიქტიონის დაწყება და გილოცავს ყველას 1 სექტემბერია და სამყაროს შექმნის დღე არის დღევანდელი დღე და დღეს არის ასევე დღე როდესაც მაცხოვარი პირველად დაიწყო ქადაგება და პირველად ნახა სწორედ წაიკითხა ის ადგილი სადაც მასი არის ნათქვამი რომ ის არის მესია და უკვე მე მოვედი პირველ პირში ამბობს გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგწეოდეთ ძალდა მადლი ეს სახარება წავიკითხე ძალიან საინტერესო სახარებაა ერთმა კაცმა ქორწილი გამართავ და დაუძახა გაგზავნა ხალხი მსახური გაგზავნა დაპატიჟა ხალხი მაგრამ ეს ხალხი არ მოვიდა ზოგი სავაჭროს მიდიოდა აზრობაზე მიდიოდა ზოგი გამიზენზე ქონდა და ზოგი ფართოში მიდიოდა სამუშაოდ და ზოგი რა შემდგომ მას გავუდა გააგზავნა მსახურებიო რომ ვინ შეხვდებოდა ყველა შემოიყვანეს ყველა გაისო დარბაზი ხალხი მაგრამ ერთ-ერთი იყო შემოსული რომელსაც საქორწინო დასასრელი არ ეცო და შენ აქ როგორ მოხდიო ეკითხება და რომ ეს ზუნდა ვერაფერი უპასუხა მერე უგზავნებს მსახურებს რომ ეს გაიყვანეთ და ჩააგდეთ ბნერს ამას გარესკნელსა სადა იყოს სტილი და შენა კბილთა მრავალი არიან ჩინებული და სერიადის შეურნი ესე მთავრდება ყოველი სახარება რას ნიშნავს ეს ამ სახარებას პირველ რიგში აქვს ასეთი განმარტება როგორც წინამორბედები ვასწავლიან რომ ქორწილი ეს არის სათასასუფეველი მეთქმა სათასასუფეველი გაამზადა და დაპატიჟა შიდებული შეეული დაპატიჟა შეეული ერი ეს არის ისრაელი ერი ებრაელები მაგრამ ისინი არ მოვიდნენ ამით ეუბნება იესო თქვენ მე ჯვარზე გამაგდათ არ მიიღეს შემდგომ უკვე ვინც მოყვებათ ყველა დაპატიჟეთ ეს უკვე დანარჩენი სამყაროა წარმართება ჩვენ შევდივართ მათში დაპატიჟა და ვიღაცას არ ქონდა საქორწინო სამოსელი ანუ ყველა შეკრიბა ქრისტემ თავის წიაღში და ვიღაცა იყო ამ წიაღში რომელიც არ იმსახურებდა იქ ყოფს და მე მას აგდებს უკვე ბნელსამარს გარესკნელს ეს არის ეკლესიაზე წინასწარმეტყველება რომ ისრაელი ერი იყო არის შეეული ერი ძველი აღთქმის მიხედვით ხო მან ეს დაკარგა და დღესაც რო ამტკიცებენ შეეული ერი არის ახალი ისრაელი ქრისტიანები არიან შეეული ერი დაკარგეს მათ რატომ იმიტომ რომ მესია ვერ იცნეს და დღესაც ელოდებიან აქ ლაპარაკი ეროვნებაზე კი არ არის იუდეველთა მიმდინარეობაზე რელიგიურ მიმდინარეობაზე ეს ყველა მოციქული ებრაელი აქ კონკრეტულად არ არის ლაპარაკი რა ქვია ეროვნებაზე დაკარგა და შემდგომ უკვე შეეული ერის სტატუსი წოდება აიღო ქრისტიანებმა მასზე გადადა შეეული ერი მაგრამ აქაც არის ისეთი რომლებიც არასაქორწინო სამოსელი ასვიათ ესე იგი არ იმსახურებენ ყოფნას თავისი ცხოვრების წესით რა თქმა უნდა ხო და ისინი იგებიან იმით ეს რომ შენ ხარ ქრისტიანი არ ნიშნავს იმას რომ შენ გარდაულად ცხონდები შენ შესაბამისად სამოსელიც უნდა გქონდეს შესაბამისი სხვა ადგილზე ლამპარზე არის ლაპარაკი გავესწავლება ანთებული ლამპარი უნდა გქონდესო და შენ არ გიცნობ ვინ ახარ ლამპარი ანთებული საქორწინო სამოსელი ფეხსაცმელი უნდა ჩააცვაო წერია ფეხსაცმელი ახალ ცხოვრებას ნიშნავს სამოსელი ახალ კაცად გარდაქმნას იქაც წერია უცხოეშურის იგავში ახალი სამოსელი ჩააცვაო ახალ ადამიანად უნდა იქცე ქრისტეს ადამიანად შენ უნდა იქცე ქრისტეს ადამიანად ქრისტე კი არ აქციო შენ ცნობიერებაში შენი დავალებების შემსრულებელი ეს მინდა და ასე გამიკეთე და თვითონ შენ რო ქრისტეს სიტყვების რო ყველანაირად უგულებელს ხო ცხოვრებაში ასევე ეს აი ამ თვალისაგან შევხედოთ შემოკარგება ასევე ამ იგავს და ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ რომ აწერია სახარებაში რატო არ მიდის ქორწილში
ზოგი მიდის სავაჭროდ, ზოგი ფართობში სამუშაოდ. რატო არ დადის ხალხი ეკლესიაში? აბა იგივე პასუხები არ არის? ზოგი ბაზრობაზე მიდის, ზოგი ფართობი აქვს საკეთებელი. მუშაობა აინტერესებს. კი დაცო მართალი ხარ? აქ იმაზე კი არის ლაპარაკი, რომ სავაჭროდ არ უნდა წახვიდე და რელიგია გზალავ, არა ბატონო. 6 დღეს იქ მომდა ქმერ საქმე შენი კეთილი. ხოლო დღე იგი მე-7 არის უფლისა ღვთისა შენისა შეწირე მას. ამაზეა ლაპარაკი. და იმაზე კი ლაპარაკი არის მუშაობა, ამას კი არ გეუბნები ეკლესია. არაკეთო არაფერი არ მაციღავიო. აი ვიღაცა უბივატელი ასე გადათარგმნეს. მე ნახე მუშაობდა მიგზალავს ახლა მე მგძელიო, თან მგძელიო უეჭველი მე უნდა დამაბრალოს, რომ ეკლესიაში ვადადის, მე უშლი მუშაობა. ასე კი არა. არამედ ის რომ აღარ გახსოვს, ეს დღე იგი მე-7 შაბათი არც უფლისა ღვთისა შენისა, შაბათი ნიშნავს დასვენება. დასვენებას ნიშნავს ჩვენთვის ქრისტიანებისთვის. დასვენების დღე არის რომელი? აღდგომის დღე. რომელია? კვირა. და ჩვენთვის მიტყვის აღდგომის დღე ყოველი კვირა დღე. არის აღდგომის ტოლი დღე. აი სხვათაშორის რუსებს ამ დღეს რუსულად არის ვასკრესენი, ხო ქვია? რუსულად აღდგომა არის ვასკრესი. აღდგომა ქვია ამ კვირა დღეს რუსულ ენაზე. ძალიან საინტერესოა. და აღდგომის ტოლი დღე არის ჩვენთვის ეს, ამიტომ ჩვენთვის ეს დღე უნდა იყოს წმინდათა წმინდა. ალა შეიძლება ცხოვრობდე ადამიანი, ფიქრობდე რომ შენ გარდაულად ადრე თუ გვიან გახვარ, ღმერთის წინაშე წარდგები და ღვთის სახში მისვლა არ გინდოდეს, წირვაზე მისვლა არ გინდოდეს. რა არის წირვა? წირვა ეს არის ქორწილი. იგავში რომ ქორწილია ნახსენები, ეს არის წირვა. უფლის ჩემი ძის, ნახე? ჩემი ძის ქორწილიაო და წირვას რა ხდება? სხვებს შეწირვა, უსიწყობს სხვებს შეწირვა, ვისი ხდება? იესო ქრისტესი. რას ეზიარებით? თვითონთან მე ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. იესო ქრისტესისა და ხორცს. ანუ ჩვენ ქრისტეს ქორწილში მივიდივართ ყოველ წირვაზე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ეს და მეცვა გაგაძლიეროთ, რომ ხართ ეკლესიის მრევლი, გაგაძლიეროთ იმ გასასწრებები, რომელშიც ხდება ცხოვრებაში და არასოდეს არ უნდა უარყოთ ქრისტეს ერთგულება და ქრისტეს ქორწილში ყოფნის სურვილი არ უნდა დაგვგარქოს არასოდეს. ჩვენთან არის ღმერთი. არც დაიყოს.